მოდი რა გამოსწორებინე მართლა რა. გოშტობისა. კი არა და საღამო მშვიდობისა ყველას. ესე იგი უცებ შემოგეჭერით ერთი პატარა ამბავით რა ხდება ხა ჩვენ თავს გეტყვით. ნუ საქართველოს ტურის ფარგლებში ერთ-ერთი კუთხე იყო, ერთ-ერთი ლოკაცია, რაც მინდოდა რომ ენახა, აი ამ ჩემი მოტოციკლით, სადამდეც მინდოდა რომ მისულიყავი, იყო აბუდელაურის ტბები. დავგეგმეთ, ყველაფერი გავამზადეთ იმისთვის, რომ გავსულიყავით აბუდელაურის ტბებზე და ფაქტიურად უკვე მზად ვართ. დილის 7 საათიდან უკვე აქ ვართ, ვემზადებით, გავამზადეთ, და 7 საათზე უკვე გასულები უნდა ყოფილიყავით, რომელია საათი ხა, სულ რაღაც, სულოდნავ დავაგვიანეთ. 11:20 წუთი არის, გავდივართ უკვე, ფაქტიურად 1 საათში დაახლოებით დავიძრებით. გეტყვით ახლა რითი მივდივართ და ვინები. ედვენჩერებით ვართ ყველანი აბსოლუტურად. ყავს BMW S1000 RR-ის ედვენჩერი, ყავს ZX6R-ის ედვენჩერი Kawasaki, ყავს Kawasaki ZX6R-ის ედვენჩერი, ყავს ასევე Kawasaki ZX6R-ის ედვენჩერი. სუხო არის აი ამ ბაიკით, რომელიც არის Pure Carveri, ესეც ედვენჩერი არის. შენი რამდენიანია? 400-იანია, გეყოფა მე იქ აღმარძე? აღმარძე წესით კი. კაი, მოკლედ სუხო იქნება აი ამითი. წუკი იქნება შერკოთი და ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. მოკლედ როგორც იცით, არ ვიცი, ალბათ ნამყოფები იქნებით, ვიღაცები მე არ ვარ პირადად ნამყოფი, როგორც ვიცი, ძალიან ლამაზი არის იქაურობა, თუმცა ერთი მინუსი აქვს ის, რომ ფიზიკურად ვერ მიდიხარ ვერაფრით, ვერანაირი ტრანსპორტით, თუ რაღაცა მსგავსი დიდი რაღაც ხაფანგი ან კროსი ან ენდურო არ ყავს რაიმე გამზადებული სამაგისოდ. ეგეთი ინფორმაცია მაქვს მე პირადად. ამიტომაც დაბლა პარკინგზე, სადამდეც მანქანები მიდიან ხოლმე, იმ ადგილამდე მივალთ ჩვენი მოტოციკლებით. და ასევე ჩვენთან ერთად მოდის მარშრუტკა, რომელშიც ალაგია, მოდი წამოწუკი. განახებთ ახლა რეები. შერკო, რომელთაც იქნება წუკი, 500-იანი და SMF 150-იანები YCF-ის ბრენდის სუპერმოტოები, რომლებზეც ვიქნებით დანარჩენი 5 კაცი გადანაწილებული. მოკლედ 6 ვართ სულ. მე წუკი კამერის უკან არის და ვერ ხედავთ, მაგრამ შეგიძლია შემოვატრიალო, მიდი, არ გინდა? ასევე ყავს გოიმანი, გიო, რუსთავის, რა ქვია, წარმომადგენელი კი არა, რა ქვია, რუსთავის კოლორიტი, მოკლედ, ასევე ყავს ოდნავ პუტკუნა გიო, მოდი გიო, შენც. არ ვიცი, რამდენად ხო, და უკან გადიჯობია. კავშირი, რამდენი კილო იყავი ყველაზე მეტი? 184 ბოლო. 184 კილოდან, ეხა ჩემზე სუსტი არის ტიპი. ენა ეხა ხარ რამდენი? 40 და რამდენი კილო ხარ? 52. რამდენი დაიკელი? 70-მდე. აი 70 კილო დაიკლო იმისთვის, რომ აბუდელაურის ტბებზე წამოსულიყო მოტოციკლით და აი რა მესმის ძმაო შენი თავგანწირვა, გიორგიც იქნება YCF-ით. ასევე ყავს ერთი, არ ვიცი რამდენად იცნობთ ამ ადამიანს. მოდი შევთავადი. გავგვეცანი თუ შეიძლება ორი სიტყვით თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ რა მიღწევები გაქვთ ცხოვრებისეული 400 არის მე ვერ დაგახასიათებ შუკა კარგი მე ცოტა სხვა მინდარობისკენ წავედი მოკლედ შუკა ყველა ვიცით Action Pro Georgia-ს წარმომადგენელი რომელიც ყველა მოტოციკლეტის ვინც კი საქართველოში არსებობს ყველას გვერდში უდგას და თუ ვინმეს რამე გარნიტურა იქნება თუ აუდიო სისტემა იქნება ჩაფუჩი თუ რაიმე ელექტროგაყვანილობები იქნება ჩაფუჩი თუ ნებისმიერი კამერები თუ ასე შემდეგ ყველაფერი ვისაც რამე მსგავსი აინტერესებს შეუძლია Action Pro Georgia-ში მივიდეს აი აქ წუკი ამომინათებს ეხა მოიცა აქეთ აი ესე და სახე ზუსტად არ ვიცოდი მომზადებული მოვიდოდი ლოგო ხო გაქვს არ გაცვია მაიკა კარჩი აი ზუსტად აი აქ ამომინათე აი ზუსტად არა დაბლა ზუსტად დავიზევეთ ამომინათე Action Pro Georgia რა კიდე დაგვჭა ვინ სუხო მოდი კაი გოიმანი მოდი გოიმანი შენც გიოს გოიმას არ ვიცი რამდენი იცნობთ მაგრამ ნუ ვინც დრაგებზე დადიხართ ხოლმე ყველას გეცოდნებათ გიო შენ ხარ რამდენი კილო 98 მე მგონი ხო 98 კილო ხარ ხო 97.5 ხო 97.5 კილო არის გიორგი რომელიც იქნება ასევე YCF-ით და გიო არის დრაგსტერი რომელსაც სვეჭკაბოი ეგრე გეძახიან სვეჭკაბოის კავშირი რამდენი გაგივლი მთელი ავტობანი გაგივლია რუსთავის სვეჭკის ნახევარი ოკეი
რაღაცები იცის რა, რაღაცები გაუგია რა. და სუხო, ჩვენი დაქალი, რომელიც ყველგან ხელს გვიშლის და მოკლედ რაღაცეებში გვეტენდება ხოლმე და ჩვენც კიდე იმენა რა აქვს, აი სულ მივატრევთ და მივატრევთ სადღაც. კარგი, ეს არის ჩვენი ადვენჩერები. ფაქტიურად მზად ვართ, რომ შეიძლება. კაი, ჩავეყარენით, ეხლა შუკა ჯდება მანქანაზე, ჩვენ ადვენჩერებზე დავждები და დევერეკებით აბუდელაურისკენ, შემდეგი კადრები იქნება უკვე გზიდან. ნახოთ, აი ოპერატორი ეხლა სწავლობს ამოღამებს ეხლა რაღაცების გადაღებას და ნახოთ როგორ დაამონტაჟეს, რამდენად კარგი გამოვა. ამის შემდეგ გამოიყვანს იდეალურ გზის კადრებს. მე უკვე აბუდელაურიც იქნება. წავედით. გაკოცეთ. მოკლედ, ვერ მოვიცალე მოტოციკლისთვის, დღეს პირდაპირ ეგრევე დავხოხე, დავჯექი და გამოვედით ეგრევე და აგერ ნატახტარში ვართ, ახლა გაჩერებულები, ცეპი გამიწყდა. პირველად მოხდა ცხოვრებაში Kawasaki-ზე ეგეთი რაღაცა, ზამოკი რაც არის, გადაბმა რაც არის ცეპის, დაჭვის გადაბმა მიმტყუნა და გამძვრა. ამიტომაც ახლა მოდი, წუკი, მოდი. Aftermarket. აი ეს დეტალი არის, რაც გატყდა, აგერ არის ჩანს ალბათ, ხო? და ეხა აი ამიტი გადავაბავთ, ხამუთითაც გადავაზღოთ, რა თქმა უნდა, რომ უფრო მყარად იყოს და გავაგრძელებთ გზას რა. ხო, რა თქმა უნდა, არა, ეს სისულელე არის. ჩვენი ძმაკაცი გიო, რომელიც არის BMW-ით, ჩვენთან ერთად ეხა წავიდა პიტსტოპში, მომიტანს იქედან ახალ გადაბმას, ჩამომიტანს, დავაყენებთ და გავაგრძელებთ გზას ყველაფერი. მშვიდობით იქნება, უბრალოდ გული დამწყდა იმაზე, რომ არ გადავამოწმე მოტოციკლი წამოსვლამდე და ნუ ეს გადაბმა რაც არის, ნუ ალბათ ან ბზარი ქონდა, ან რავი დიდი ხნის ნაყენები არის და შეიძლება რაღაც მომენტში ვადა გაუვიდა რავი 100 წელი შეუსრულდა და გატყდა მოკლედ რა. რაღაცას ალბათ შევნიშნავდი რომ შემემოწმებინა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობით არის, არაფერი არ დაზიანებულა. მომიტანს ახალ გადაბმას, დავამაგრებ და გზას გავაგრძელებთ ისევ სად მივდივართ? აბუდელაურების ტბებისკენ. წავედით, აბადროებით. უი, აქეთ მივდივართ. ვერ მივდივართ, დგავართ, კაი, დგავართ. Короче, ეხა ვარ სად ვართ ამოსულები ვაფშე? სადამდე მოვიდით? ბარისახოს გადასახვევთან ვართ. 6 კილომეტრი გვაქვს, არა, 7 კილომეტრი გვაქვს დარჩენილი სასტომრომდე. აი სუსველები ვართ, ტრუსიკიან, აი ყველაფრიანად. რომელს გეცვათ, ჩემწი ვინ მიდიოდ? გიო, შენ მიდიოდი, ხო ჩემწი ეხა ბოლო პერიოდში. გიოს ტანგა ეგრევე გამოუშთა, ტანგა აცვია თურმე, არა და არ აბაზრებ და ეს არასწორი.
აი სუსველები ვარ, აი იმენა აი ესეთი სველები ვარ, შეხედე. გაიწურე შენი 7 კილომეტრი მაქვს სასტუმროზე დარჩენილი დღეს ფაქტია, ვეღარ ავდივარ დაბუდელაურებზე. ეხა აქაური სოფელი არის რაღაცა ეგ გვირჩიეს და დავრჩებით მან ეს მარშრუტით არის რა, ამოსული რო იცოდეთ რა, დევს ლაპარაკობს, პროსტო შალია, წეგა ყალი შეისხა. ხო, ეს შევისწრიოთ დავსოლებული ხარ. კარგი, მაქსიმუმში დავრჩებით დღეს. კარგად გამოვიძინებთ, დავისვენებთ, რავი, რაღაცას გავერთობით, ვითამაშებთ, რაღაცას ვიზავთ და დილიდან ძალიან ადრე ავდგებით, ეჭვით არ მეპარება რომ სადღაც 7-ისკენ უკვე მზად ვიქნებით ყველანი და დილის 7 საათზე ეგრევე ჩამოვსვათ ენდუროებს, ამბაიკებს და მარშრუტკას იქვე დავტოვებთ და ენდუროებით გავაგზავნებთ გზას უკვე დილით აბუდელაურებზე. წეგან ერთი ბიჭი შეგხვდა, სკუტერით იყო ამოსული და სადღაც საათნახევრის გზა არისო ფეხითო, პირველ ტბამდეო, მაგის მერე კიდე მეორე და მესამე ტბა არის, სადღაც საბოლოო ჯამში რაც დაახლოებით გავიგეთ 4-5 საათი ჭირდება ფეხით ერთ მხარეს რო ავიდეს რა ადამიანი და მე კიდე 5 საათი უკან. ამ ზამს 10 საათის გზა არის ცუდა, ენდუროებით რას ვიზავთ და როგორ ვიზავთ და რამდენი ხანი ვილით, კაც მარიცის, მაგრამ რაღაცას ვიზავთ რა, ეჭვს არ მეპარება. მე აგერ ჩემი სტრიპტიზმენები ვარ წამოსულები, არც ერთი არ არის, დუღზე არ დავარნილა არც ერთი, ყველანი ხოძე ვარ და ოჩაი დავაი მიდი. აი, მოკლედ, ეხლა ცოტა ხანი გავშრებით, რა, აი გადაფარებულში რასაც შევძლებთ ცოტას ამოვისუნთქებთ და გავვილით ამ 7 კილომეტრსაც და დღეს დავისვენებთ. სასტუმროზე შემოგიერთდებით. მოკლედ ამოვახციეთ როგორც ეგ და აი ეს არის ჩვენი სასტუმრო. აგ ჩვენს უკან რო ხედავთ, უბრალოდ ერთი პატარა პრობლემაა. აქ წინ ბავშვებმა ტალახიანი გუბეები ვნახეთ და ვითამაშეთ და სასტუმროში აღარ გვიშვებენ. სულ ტალახიანები ვართ, აი. აი სუსველები ვართ, სულ ტალახიანები, მაგრამ ერთი კარგი ის მოხდა რომ 4 ბაიკით ხო ვართ, აი ეს სამი, ერთი 20 ჯერ წაიქცა, მე არც ერთხელ არ წავქცეულა საერთოდ რა. ესენი სუდაბლა ეკდნენ. ყველა სუდაბლა ეკდნენ ესენი, მე არც ერთხელ არ წავქცეულა, ისი ამოვედი აქამდე რა. წავედი, ძალიან უნდა ვთხოვოთ რომ შეგვიშვან ეხა შიგნით რა. ეხა 2 წამიანი ჭრა იქნება ვიდეოდან, რომ გამოავლინოთ ჩვენი ორი გამარჯვებული იღბლიანი მაყურებელი, რომელსაც გალფისგან 30 ლიტრ სუპერს გადავსცემთ. ამიტომაც ეხა ეს ვიდეოც უცებ ჩავამთავროთ და შემდეგ გააგრძელოთ ვიდეოს ყურება. როგორც იცით, ბოლო ვიდეო ჩვენს არხზე დევს Yamaha MT-09-ის, რომელიც ცოტა ხნის წინ შევიძინე და ბევრი კომენტარი მოყვა, ბევრი ადამიანი დაინტერესდა ამ ვიდეოთი. მადლობა პირველ რიგში გამოხმაურებისთვის და ეხა ამ ვიდეოს ქვეშ შეგვიძლია ორი გამარჯვებული გამოავლინოთ, რომელსაც ჩვენი სუპერ მეგობარი კომპანია Galpi გადასცემს 30 ლიტრ საწოლს სუპერს, რაც მთავარია. მოდი, აბა წოკი ნახე. ჩვენ გვაქვს ეს ვიდეო. ხო, ალბათ ყველას გეცნობათ ეს მომენტი. არის ესეთი ამბავი არის.
ეს არის Yamaha MT-09-ის ვიდეო, წადმე კარგ პოზაში გავაჩეროთ. აი ეგ არის, კარგი, მოდი დავაკოპიროთ. და აქ გვაქვს random კომენტარის მოთვალელი. აგერ არის მოკლედ ეს ვიდეო. ორი გამარჯვებული ყავს მონიშნული უკვე და შეგვიძლია ეხლა გავათამაშოთ და ნახოთ ვინ ორ გამარჯვებულს გამოავლენს ჩვენი რენდომაიზერი, აბა? მზად ვართ? 1 2 და 7. აბა? დავაჭირო? თუ არ დავაჭირო? 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 კარგი, მოდი, აბა. 697 კომენტარი იყო სულ და ერთი არის დათა ნაკაშიძე, ჩემია და გული და მეორე არის ვახტანგ გიმარღიშვილი, გადაიღე რა შედარება Z900 და MT-09, ორივე ჩემი ფავორიტია და ვერ ვყალიბდები რომელიც ჯობია, ვა. ოკეი, ძალიან კარგი. ორი კომენტარი, მოკლედ დათა ნაკაშიძეს და ვახტანგ გიმარღიშვილს ულოცავ 30-30 ლიტრი სუპერი მოიგეს კომპანია Galp-ისგან. ასე რომ შეგიძლიათ Instagram-ზე მომწეროთ ეს სკრინი რა თქმა უნდა ამოვარდება და ამ აკაუნტების მეპატრონეებს ველოდები Instagram-ზე, მოიწერეთ და გადმოგცემთ უკვე კუთვნილ საწვავის ტალონებს. ხო, რაც შეეხება ამ კომენტარის ავტორს, კი, ბევრმა ითხოვა Z900-ის გადაღება და შედარება და სავარაუდოდ მალე იქნება ეგ ვიდეოც. მოკლედ, ეხლა გავაგრძელოთ ეს ვიდეო, რომელსაც უყურებთ. მოკლედ ჩამოვედით, კი არა, ამოვედით. ეხლა ვართ ამ წუთას აბუდელაურის ტიპების დასაწყისში. ეს არის ბოლო ადგილი, სადამდე შეიძლება რომ ასე თუ ისე და დაბალი მანქანით მოხვიდეთ, ნუ მარშრუტკით მოვედით აქამდე. მოტოები დაბლა დავტოვეთ, თუმცა მოტოებითაც შეგვეძლო იდეაში აქამდე მოსულიყავით, მაგრამ ამის შემდეგ ფიზიკურად შეუძლებელი არის, რომ რაიმე ტრანსპორტით წახვიდეთ, თუ არ ყავთ ენდურო ან რაიმე მაღალი. ამ შემთხვევაში ჩვენ ყავს, ნუ ერთი შერკო ყავს წამოყვანილი და 5 YCF-ი ყავს წამოყვანილი, რომლებზეც გადავნაწილდებით. პიტბაიკები 3-ზე აყენია ენდუროს საბურავები, 2-ზე აყენია სლიკები. ტრეკის სლიკები, ასე რომ კარგად გავერთობით დღეს, საკმაოდ კარგი მხიარულება გველოდება. ასევე ძალიან მომზადებულები ვართ. სრული ეკიპირება გვაქვს, აი მაგალითად შეგვიძლია შევხედოთ, სრული ეკიპირებით ვართ წარმოდგენილები. გოიმანი აქ ხო, აი სრულად არის აბსოლუტურად დაცვები გვაქვს ბოლომდე. შუკას ბოტები აქვს და ეს ის არის. ბალაკლავა გაქვს, თავარი ეგ არის. მოკლედ ეხლა ჩამოვწილთ. ყველაფერს გადავინაწილებთ, ჩანთებში ჩავილაგებთ დამატებითი რაც გვექნება, დასალევი თუ, საჭმელი თუ, საწვავით, რა რეებიც გვაქვს, ყველაფერს ჩავილაგებთ. უკვე ჩანთებში დავტოვეთ მარშრუტკას აქ და აქედან დავიძრებით უკვე ძალიან ლამაზი ხედებისკენ. როგორც ვიცი არ ვარ ნამყოფი, როგორც ვიცი ძალიან ლამაზი არის იქაურობა. ასე რომ რავი, მე მგონი კარგი გართობა გველოდება. ორი რაღაც მინდა რომ გითხრათ, ერთი არის ის რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ მართლა კარგი თავგადასავლები გვაქვს, პირადად მე ეგრე ვფიქრობ და კარგი იქნება თუ გამოყვებით და ჩვენ გიჟურიდეებს აყვებით თქვენს. ჩვენი ერთადერთი мотиваცია არის ეგ რომ უბრალოდ ამ ყველაფერს იმიტომ ვიღებთ რომ გამოიწეროთ და თქვენს ნახოთ, თქვენს მოგინდეთ, თქვენ გქონდეთ მეტი мотиваცია რომ მსგავსი გართობები და მსგავსი თავგადასავლები გქონდეთ. და მეორე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩვენი არხის მეგობარ კომპანიებს. ერთი არის Galp-ი, რომელიც ჩვენ არხს უკვე დიდი ხანია უდგას გვერდში. ყველა ვიდეოს ქვეშ შეგიძლიათ დაწეროთ ნებისმიერი სახის კომენტარი და ორი იღბლიანი მაყურებელი გამოვლინდება და Galp-ისგან გადაეცემა სუპერი 30-30 ლიტრი სუპერი და მადლობა ამისთვის კომპანია Galp-ს და ასევე ჩვენი არხის ძალიან დიდი ხნის მეგობარი ფაქტიურად დასაწყისიდანვე Motul Georgia, რომელიც არის თეგეტაში. თეგეტა არის ოფიციალური წარმომადგენელი Motul-ის საქართველოში. შეგიძლიათ მიაკითხოთ თეგეტას და ნებისმიერი Motul-ის საპოხის საშუალება იქნება თუ ნებისმიერი რაიმე სითხეები შეიძინოთ. მე პირადად ვენდობი 100%-ით. ეხაც დასერვისებულები გვყავს მოტოებით, მოტოები. ასე რომ მზად ვართ ფაქტიურად იმისთვის რომ შევბეროთ და ახალი თავგადასავლები გქონდეს დღეს.
კი, ყველაფერზე თუ იქნება, ყველაფერზე იქნება. მოტულ აკუმულატორი და მოტულის მზად ვართ, მოკლედ ეხა ჩამოსვათ ბაიკები და წავედით. გაუშვი. გაიწი. გაუშვი, სუხო. გაუშვი. მოიძეწავ. შუკა გაუშვი, შუკა. მაიცა ბიჭო. მაცადე. დავაიღოთ. ოპა. მიდი ლადო ცოტას დაახვალ. მოდი რა გამასწორებინე მართლა რა. პირველ რიგში ძალიან მაგრად მინდა რომ ჩავალთ დაბლა და გხვდეს ის მწყემსი რომელმაც გითხრა რომ 0%-იც კი არ არის შანსიო რომ მესამე ტბამდე ახვიდეთო. პირველ ტბამდე თუ ახვედით კარგიაო რა, ყოველდღე აქ დავდივარო, მაგრამ იმ ტბაზეო აი ამას გულისხმობდა. მეო ბაიკიო არ მყავსო და ნახიო, ხო და მოგესალმებით ჩემს უკან თეთრი ტბიდან, რომელშიც შევედით შიგ ბაიკებით და ჩვენ ეს შევძელით მარტივად რო ვთქვათ. აბუდელაურის ტბებზე ვართ, ამოსულები, დავიწყეთ ყველაზე რთულით, ყველაზე ძნელი თეთრი ტბით. 6 კაცი ვართ წამოსულები და საერთო ძალებით ისე რომ ერთმანეთს ვეხმარებოდით და არც ერთი არ დავტოვეთ შუაგზაში. ზოგმა მოტო ავწიეთ, ზოგმა ზვაკაცი ავწიეთ და ესე რა, საბოლოო ჯამში მოვედით აქამდე. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ ჩემ დეგენერატ ზვაკაცებს, რომლებმაც არ დაზადნეს და მაინც წამოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თუ დაადე, მაგრამ არიან, მაინც წამოვიდნენ. და რაც დავარია ჩვენც შევძელით. ამოვედით ბოლო მესამე ტბაზე, ეს იყო ყველაზე რთული. მაიტა ეს იყო ყველაზე რთული.
Მოდი, დავაი 1-7. ოპა. ამის მერე დავლა არის ლურჯი ტბა და მწვანე, ხო? მესამე. ლურჯი და მწვანე ტბები. ეხა დავლა ჩავალთ და გადავალთ უკვე ლურჯზე და მწვანეზეც. სულ რო ვერ გადავიდეთ, ყველაზე რთული რაც იყო, აქამდე მოვედით. ამის მერე სხვა დროსაც რო მოვიდეთ, ვიცი რომ იქ ყველა ვარიანტში მივალთ, იმიტომ რომ იქ მისვლა ძალიან მარტივი არის რა. ეს იყო ის გზა, სადაც ფეხითაც კი ეზარებათ ხოლმე რა, ამოსვლა. ხო და ჩვენ ეს შევძელით. არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მომწონს. ერთადერთი მინუსი ამ ყველაფერში ვხედავ იმას, რომ ძალიან არ მიყვარდა ზოგადად ბავშვობის მერე ენდუროსთან არ მქონია შეხება და ბოლო პერიოდში ბევრჯერ მომიწია ენდუროზე დაждდება და წასვლა და რაღაცნაირი ისა მაგნიტია რაღაცნაირი, მაგრამ არ მინდა რომ ენდუროებზე გადმოვიდე და იმედი არ გადმოვალ და სხვა გზებსაც მოვნახავ სპორტბაიკით სასიარულოდ. აქ სპორტით ფიზიკურად ვერ ამოვიდოდი, მაგრამ აი ამ ბაიკებზე შემიძლია ვთქვა, რომ აი არ ვიცი რავი, აი შოქში ვართ ყველანი. YCF-ი, რომელიც პიტსტოპმა შემოიყვანა საქართველოში, მე ვფიქრობ, რომ გაამართლა. ეს ბაიკები არის ქარხნულად გამოდის სუპერმოტოები, დგას სლიკებზე. აი ეს არის 2 წალი ბაიკი არის სლიკებზე რა. ახლოდან განახებთ მე წუკი. ეს ბაიკები არის გათვლილი ტრეკზე სასიარულოდ, მოსახოვებში მუხლის დადებამდე შეგიძლიათ იაროთ ამ მოტოციკლეტებით და ისიამონებთ ძალიან მაგრად. ამ ბაიკებით დაახლოებით 3 წლის წინ თუ 4 წლის წინ ტრეკზე დავდიოდით, მაგრად ვარჯიშობდით, გავკვეთილებსაც ვატარებდით და ძალიან მაგრადაც ვერთობოდით. თუმცა ისე მოხდა, რომ ბოლო პერიოდში ჩემი მოგზაურობებიდან გამომდინარე ვერ ვასწრებდი ტრეკზე სიარულს და წელს რახან ვერ წავედი ვერსად. ამიტომაც აგერ გადავაწყეთ ენდურო საბურავებზე და ეხა ამ წუთად აბუდელაურის ტბებზე ვართ. წინ გველოდება კიდე რამდენიმე ლოკაცია საქართველოში. ერთი რაც მინდა გთხოვოთ, როგორც დასაწყისში არის ის, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ მართლა ბევრი საინტერესო და სასიამოვნო და კარგად საყურებელი ვიდეო გველოდებათ. წინ 15000 როგორც გავხდებით, ვესპა გათამაშდება და ერთი იღბლიანი მოიგებს ვესპას წითელს, რომელთან ერთადაც ვიკატავებთ, მერე ქალაქში და მაგ ვიდეოსაც გადავიღებთ. და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს ერთგულ მეგობარ კომპანია Galps, რომელმაც ჩვენი მაყურებლისთვის დააწესა ყველა ვიდეოზე 30-30 ლიტრის სუპერი, ამიტომაც ამ ვიდეოს ქვეშაც შეგიძლიათ დაწეროთ ნებისმიერი სახის კომენტარი და 2 იღბლიანი 30-30 ლიტრს სუპერს მოიგებს კომპანია Galps-ისგან. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Tegeta Motors, რომელიც არის მოტულის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და მოტული გვერდში გვიდგას ძალიან ბევრი წელია, ჩვენს არხს პირადად მეც, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და მარტივად რო ვთქვა, გაიარეთ მეტი მოტულთან ერთად და რავი, წინ ბევრია კიდე გასავლელი, ახლა უკან დავბრუნდებით. და სავარაუდოდ მე მგონი ეგრე ვფიქრობ, რომ ისევ იგივე გზით წავალთ, ხო, სავარაუდოდ. უკან აღარ წავალთ და იქთან მხარეს გადავიდეთ, ხო? კაი. მოგეთ წინაც მაგარი თავგადასავალი გველოდება. აქამდე წვიმა არ იყო და ეხა დაიწყო წვიმა. მაგრამ მაინც გადავვლით ყველა გზაზე. ასე რომ შეგვიძლია ახლა ჩვენ დაყრილი ნაგავი ავალაგოთ, პლუს ხვების დაყრილი ნაგვებიც ავალაგეთ, ახლა კადრში არ მოგუხვედრებია წუკი მთქვა რომ, მაგრამ აღიზიანებს რომ ეგეთი კადრების გადაღებაო და ამიტომ აღარ გადავიღეთ, მაგრამ ნუ ტოვებთ, ტეხავს, სირცხვილია სხვისი ნაგვის დაყრა და მე სხვებმა რომ უნდა ავალაგონ ეს ცოტა ტეხავს. ეხლა ჩავბაგდეთ, ყველაფერი ჩავალაგოთ, დავიფაროთ ჩაფუტები და შეგვიძლია წავიდეთ. ეს აი ტურისტი იყო ინგლისიდან ჩამოსული სავარაუდოდ და ეთყობა აქ გაიარ გამოიარა და მოეწონა ალბათ საქართველოს და მაგიტო ძალიან მოეწონა. ეს აი ჩინეთიდან იყო ტურისტი სავარაუდოდ ჩამოსა. ხო, ეს სავარაუდოდ ჩინეთიდან არის ჩამოსული და ყველა მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან აქ. აბუდელაურის ტბაზე მთელი. აი არმენიიდანაც ყოფილა და სომხეთიდანაც ჩვენი მეზობელი მოზმერიდანაც ყოფილა ჩამოსულები. კაი, ოკეი, ჩავბაგდით, დავიბარეთ ჩაფხდები და წავედით, გავაგრძელეთ გზა. იქით არის, წავედით. არ ვიცი თუ მხედავთ რას გავარ და როგორ ვარ, არ ვიცი რა ჩანს, რა ისმის. ზევით ნისლი აღარაფერი აღარ ჩანს. წამოვედით თეთრი ტბიდან
წამოვედით მეორე გზით, ანუ რა გზითაც ავედით, იმ გზით აღარ წამოვედით. ანუ თეთრი ტიპიდან წამოვედით მეორე გზით, რა გზითაც ავედით, იმ გზიდან აღარ წამოვედით. ერთმა ჭკვიანმა გითხრა, რომ ესეო ჯობიაო და მაგ ჭკვიანს დაუჯერეთ. აი მაგ ჭკვიანის სახე ამომინათია აქ და გეტყვი მე რაც უნდა დაადო რა აი აქ დამიდე და გეტყვი მე რაც უნდა დაადო. ხოდა ეხა ფეხით ვათრევთ შერკო გაფუჭდა აღარ იქოქება. YCF-ებს არაფერი არ ჭის დავდივართ ოღონდ ყველა YCF-ს დედა აქ ნატირები ისე ვახათქუნდეთ მოტოები რომ ვაფშე აღარც ერთი პლასმასი ლევერები ფეხის სადგამები აი ყველაფერი დაღუნულია და დამტრეული არის აღარ ვარგა აღარაფრად ეს YCF-ები რო ჩავალთ თბილისში მთლიანი ვიზუალური და ტექნიკური რამდენიმე დეტალი უნდა დავაყენოთ ახალი რომ შემდეგ ტურში წავიყვანოთ თორე ესე ვეღარ წავიყვანთ ვეღარსად რა ეხა ჩვენი მთავარი მიზანი არის ერთი ლურჯ ტბამდე მოვაღწიეთ და ეხა აი ჩემს უკან რო პატარა ბილიკი მიდის იმ ბილიკზე უნდა ავიდეთ როგორმე ამ შერკოს აქ დავტოვებთ აკუმულატორი დაჯდა არ იქოქება არ ვიცით რატო დაჯდა მაგრამ ნუ რავი დაჯდა არ იქოქება ამიტომ ხელით მოგვიწია ისეთ ქვებზე თრევა ისეთ ქვებზე რომ ვერ აგიხსნით პლუს მაგას ვართ სუსველები სულ აი ტრუსიკიან ყველაფრიანად აბსოლუტურად სუსველები ვართ და გცივა ძალიან არის შანსიო დღეს აქ დავრჩეთ ოღონდ აქ სადმე სასტუმროში არ გულისხმობ აი ჩემს უკან რასაც ხედავთ მანდ რომ დავრჩეთ აი აქ რო წამოვწეთ ოღონდ სავარაუდოდ მაგრა გავცივდებით იმიტომ რომ კანკალებთ უკვე ისე გცივა და თან სუსველები ვარ და პახოვდო დროდადრო წვიმს კიდევ უფრო მეტად ეხა ერთი ვარიანტი გვაქვს რომ აგერ ამ პატარა ბილიკს ჩავუყვეთ სადამდეც ჩავალთ შერკოს ტოვებთ ბაიკებზე ვჯდებით ერთი კაცი ფეხით აგრძელებს გზას დაახლოებით საათნახევრის გზა არის ფეხით აქედან მარშრუტკამდე სადაც მარშრუტკა გვიყენია ჩვენ მანამდე მოტოებით წავალთ და გავამზადებთ სხვა რაღაცეებს ისე რომ იქნებ დღეს სასტუმრო კიდევ ვიპოვოთ რაიმე რომ დღესაც დავრჩეთ აქ თორე დღეს თბილისში ფიზიკურად ვეღარ წამოვალთ ეხლა არის ამ წუთას რომელი საათი არის რას 5 საკლია 20 5 საკლია 20 12 საათი იყო თეთრ ტბაზე რო ავედით ანუ 4 საათი და 40 წუთია მოვდივართ დაახლოებით 500 მეტრს ონ არ ვღადაობა მართლა დაახლოებით 500 მეტრს მოვდივართ 4 საათი და 40 წუთია მოგლედ დაგვათენდა ეხა არის დღე მესამე ხევსურეთში ოღონდ რეალურად ამოვედით აქ იმ იმედით რომ დილით რო ამოვიდოდით შეიძლება და საღამოს თბილისში წავსულიყავით გუშინ იყო ისეთი ცუდი დღე რომ ალბათ რავი ცხოვრებაში შეიძლება 1-2 მქონია მსგავსი ცუდი დღე თელ ჩემი ცხოვრების განმავლობაში რა ერთი ჩვენი ჭკვიანის მაკაცის გადაწყვეტილებით მოკლედ წამოვედით თეთრი ტბიდან გადმოვედით ანუ დაბლა აღარ ჩამოვედით ვინც იცით ეს ადგილები და ვინც ხართ ნამყოფი თეთრი ტბიდან დაბლა ჩამოდის გზა და მე ისევ ზევით ადიხარ მეორე გზით ლურჯ და მწვანე ტბისკენ რა და ჩვენ თეთრი ტბა რო ვნახეთ მაქედან პირდაპირ ზევიდან გადმოვედით ლურჯ და მწვანე ტბისკენ რა დაბლა აღარ ჩამოვედით რა კაცები ვართო რა გოგოები ხო არ ვართო და ისეთი საშინელი დღე იყო, ისეთი საშინელი გზა იყო, გზა არ იყო, ანუ რეალურად კლდეები იყო, სადაც მოტოციკლეტებს ესე ვწევდით, ვიღებდით და აი კაი სახე გაგვძრა. ისე ცუდად ვიყავით ყველანი გუშინ. მე მამით არაფერი იდეაში ამათ ესენი დაეყარნენ, იმენა ძალა აღარ ქონდა, აღარც ერთს ვაფშე ძირზე ეგდნენ, იმენა ვასულიერებდი ყველას რა. მე საკაიფოდ ხოძე ვიყავი. ხოდა მოკლედ თან ამათ ვათრევდი, თან იმ ბაიკებს ვათრევდი რა. ხოდა მოკლედ ასე თუ ისე როგორღაც ამოვედით მწვანე ტბებამდე. მწვანე ტბებიდან უკვე ფიზიკურად ვეღარ შევძლებდით, იმიტომ რომ დაახლოებით 1-3 საათი გვინდოდა იმ მწვანე ტბებზე კიდე კლდეებზე რომ ბაიკები აგვეთრია და ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ბაიკები დაგვეტოვებინა იქ. ეხა მთელი ღამეა ბაიკები იქ გდია, 6 მოტოციკლი, ალბათ რა ვიცი, ალბათ იმედია რომ დაგხვდება ეხა ფეხით, იქიდან ფეხით წამოვედით უკან. ვიარეთ დაახლოებით რამდენი კილომეტრია მწვანედან აქამდე? 3 არის ამათმა, მე მანამდე წამოვედი ფეხით.
გზაში მაგრა დავიმტვერი ბაიკით და ის ბაიკიც იქვე დავაგდე, სადაც დავიმტვერი რა. აღარ მქონდა ფიზიკურად თავი რომ მევლო მაგ ბაიკით. წამოვიდი მე ფეხით გამოვაგზავნე გზა და თურმე სხვა გზაზე მივდიოდი, იმიტომ რომ ვიღაცა პროფესორ ქართველებს გავყევი და ვიცით რომ კაცო ესო აქეთ მიდისო ეს გზაო რა. კაი მეთქი წავედით, მივხვდი რომ კარგი სხვა გზაზე მივდიოდით, მე მოვტრიალდი ისე უკან საბოლოო ჯამში 8 კილომეტრი ვიარე ფეხით დაახლოებით რა. 28 მივლია. მე ნახე ბოლოს გადავეკვეთი ამათაც დაუყრიათ თავიანთი ბაიკები ყველას და ფეხით წამოვედით მოკლედ სასტუმრომდე. სასტუმროში დავრჩით, მშვენივრად გამოვიძინეთ, გულიანად ვჭამეთ, კარგად გავთვით რაც თავარია რა. ეხა ისო ფეხით მივდივართ. მიგვაქვს ყველაფერი, ეს ჩემი ისინია, მოტორბოტები არის ესენი. წავალთ ეხა ჩავალაგებთ პარკს, ფეხით წავალთ ჯერ მოტოებისკენ, მოტოებს დავქოქავთ და ისევ ვათრევთ 1-3-4 საათ ისო ჯერ თრევის პროცესი გვექნება და მე გამოვუყვანთ უკვე მოტოებს სამშვიდობოს და მოვალთ აქამდე, აქ ჩაუბაგდებით და წავალთ თბილისში იმედია დღეს მაინც არ მოგვიწევს დარჩენა. რა მე მგონი ყველაფერი მოვყევი, დანარჩენს წუკი განახებთ, რეებს გადაიღებს, რა გადაიღო და რეებს ჩავამონტაჟებს. და მე მგონი კარგი ვიდეო გამოვა მხიარულით, თან სათავგადასავლოს და თან მეორეჯერ მე ცხოვრებაში აქ ამოსვლელი აღარა ვარ და ერთ ისე რომ ცხოვრებაში არავინ არ გაიფიქროთ მწვანე ტბიდან ზემოდან გადმოსვლა, თეთრი ტბიდან ზემოდან გადმოსვლა მწვანე ტბისკენ არავინ არ გაიფიქროთ, შეუძლებელია. 6 რო არ ყოფილიყავით, ფიზიკურად ვერ ვიზავდით ამ ყველაფერს, რაც გუშინ ჩვენ შევძელით რა. და თან მე რო არ ყოფილიყავით, თორე ესენი კიდე თალკი ამათ ვათრევდით, როგორც გითხარით, წეღან და თალკი კიდე ბაიკებს რა. წავედით, ახლა გავაგზავნეთ ფეხით გზა და მე უკვე ბაიკებს განახებთ იქ რა დღეში არის რა. წავედით, აბახე. თქვენ მიდიხართ? ბიჭო, მალექენ თუ დაღამდა უკვე და დაგვიანდა. აქ ვართ. ჩამოვიდა. დამხმარე ძალა, ძიმი არტილერია. კაროჩე ბიჭები ხო წავიდნენ დილით. ხო და ეხა მე მივდივართ ფეხით, მივაკითხოთ და მოტოები როგორმე ამოვათხრიოთ იქედან და გამოვაგრძელოთ გზა, იმედია დღეს მაინც თბილისამდე ჩავალთ. როგორ წამოვედით, იცი? დილით რომ მოგვევარა რა, ეს რა ქვია, ტბები და საღამოს რო დაგვესვენა თბილისში საკაიფოდ რა, საყინკლეში სადმე. მეოთხე დღე აქ ვართ. აი ეს ადგილას ვართ. წავედით, გავაგრძელეთ გზა. ბევრი გზაა წინ.
მოკლედ, ოდესმე თუ ვინმე ხართ აბუდელაურის ტბებზე ნამყოფი, ალბათ გეცნობათ ეს ადგილი. აი ეგერ ჩვენს უკან არის ბილიკი, საიდანაც იწყება აბუდელაურის ტბებზე წასასვლელი გზა. 6-მა ბაიკმა და 1 2 3 4 5 6 7-მა კაცმა სახე გავიძრეთ ძმაო. ერთი რაც მინდა ვთქვა, აი ამ პატარა პიტბაიკებს, YCF-ს საღოლ იმენა ისეთებს გაუძლო. დედა აღარ აყავს აღარც ერთ ისე დღეში არის, აი ვახა თქვუნეთ იმდენი, რომ ნუ მე არც ერთხელ არ წავქცეულობ ბიჭებმა ისეთი დალეწეს, ისე დაამტრივეს ბაიკები, რომ დედა აღარ აყავს აღარც ერთ ბაიკს რა, მაგრამ ძალიან მაგრად გავერთეთ. პროსტა სიგიჟია, ჩვენ რაც გავაკეთეთ ესე არავინ არ უნდა ხნათ, არავინ არ გაიმეოროთ ეგ რაღაცა, არ გირჩევთ არავის. ადამიანურად ვისაც გინდათ ამ ტბების მონახულება, ადით აბუდელაურებზე თეთრ ტბაზე და იქიდან ფეხით თუ დაეშვებით დაბლა კი ბატონო, თუ არა და ვინც მოტოთი აპირებთ წამოსვლას, თეთრ ტბაზე ადით, მერე ისევ სუბოლომდე ჩამოდით დაბლა და აქ გზა იყოფა რა. მარცხნივ გადავხოთ, მერე ლურჯდა მწვანე ტბისკენ და იდეალურად მოვიდით ყველაფერს, რამე ენდუროთი რა. პიტბაიკებით არავინ არ იფიქროთ წამოსვლა და რაც მთავარია, თეთრი ტბიდან პირდაპირ ლურჯისკენ არავინ არ იფიქროთ წამოსვლა. ჩვენ რეალურად წამოვედით, იდეა გქონდა ის, რომ შეიძლება მოგვესწრო თბილისიდან ჩამოსვლა აქ, შემოკატავება სამივე ტბის და უკან წასვლა თბილისში. ერთ დღეში. რეალურად მესამე დღე მთავრდება უკვე რაც აქ ვართ. ჩვენ დაუნებურად მართლა არ ვიცი რა, რას გავართ, რა გვაცვია, ბომჟები ვართ, აი შავი ჭუჭყიანი ჭხილები და ხელები და აი რა ვიცი მო. ესე დადიხარ. სუნიანები ვართ როგორები, ვიცი, ეს ამ ზმას მე პირადად ვყრი ეგრევე, რაც ეხა მაცვია. ხო, ნუ აი მე ძალიან ვიძულე, ესენი სუფთები არიან. კაროჩე, გასწორა მაინც. მესამე დღეა უკვე აქ ვართ. ბაიკებს დედა ვუტირეთ. ბევრი ვიჩხუბეთ, ბევრი ვლანძღეთ ერთმანეთი, ბევრი ტუ ერთმანეთს, მაგრამ მაინც ყვაყოფილი ვარ, მაინც გამისწორდა. საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეც მოვიარეთ და ჩვენი სპორტბაიკები აგერ დაბლაგველოდებიან, ეხლა გადავждებით სპორტბაიკებზე, ამეებს ისევ მარშრუტკაში შევყიდეთ და გავაგრძელებთ გზას თბილისისკენ. ორი რამ მინდა გითხრათ. ერთი, უბრალოდ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ კარგი თავგადასავლები გველოდება წინ. ამ სიგიჟეს და ამ დეგენერატორებს ისედაც ვაკეთებთ ჩვენ. ჩვენი ცხოვრების სტილი ისედაც ეს არის, უბრალოდ კამერა გვიმაგრია და კამერასთან ერთად ვაკეთებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თქვენ გაგიზიაროთ, თქვენ ნახოთ ეს ყველაფერი რას ვაკეთებთ და დატკბეთ ამ ყველაფერი და თუ ვინმე სურვილი გექნებათ, ან იგივე გაიმეოროთ, ან ჩვენთან ერთად გააკეთოთ ყოველი შემდეგი გასვლა. ასე რომ უბრალოდ ძალიან მადლობელი ვიქნები თუ გამოიწერთ ჩვენს არხს, იმიტომ რომ 15,000-ნი როგორც კი გავხდებით, ერთი იღბლიანი მოიგებს ვესპას და ერთ მაგარ ვიდეოს გადავიღებთ, როგორ ვიკატავებთ მე და ის იღბლიანი ქალაქში ვესპებით, წითელი ვესპებით. და კიდევ ერთი, რაც არ შეიძლება რომ გამოვჩეს. უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო გალფს, ჩვენ სუპერ მეგობარ კომპანიას, რომელიც არა, თქვენი ხო, ჩამოვიდა დღეს, იმიტომ რომ ჩვენთან ერთად სახე გაძრომოდა და ჩვენთან ერთად ეჩალიჩა ეს ყველაფერი და ხო ღირდა ჩამოსვლა. მაგრა გავერთეთ მართლა რა, კი მართლა ალბათ ერთი 3 დღე უნდა დავისვენოთ რა, მაგრამ აუ გოიმანი იყო, ძალიან გადავობა გოიმას გუშინ წვეოვნები თუ გუშინ წინიწი, წავ მაგარ ადგილას მივდივართ წამოყევი, მეთქი ცოტა ხით ენდუროებზე გავერთობით, საღამოს ჩამოვალთ მეთქი რა. მესამე დღეა ჩვენთან ერთად არის, ტელეფონები ჩვენ არა გვაქვს, არაფერი ჩვენ არა გვაქვს, მთელი ოჯახები გვეძებენ, მაგრამ რავი, გაგისწორდათ ბიჭებო, თქვენს თქვით, აბა 1-2 სიტყვა. როგორი იყო? უკეთესი შეიძლება. აი, შემდეგ მივდივართ შემდეგ ტურში თუ რჩებით აქ. ძალიან გაასწორა, ძალიან კაი იყო, პროსტო მე მგონია რომ აი შენსავი თუ სასტუმროში ყოფილიყავი, ნახევარი დღე და მე მოვსულიყავი, აი ვაფშე მაგრა გაასწორებდა რა. კაროჩე 6 ბაიკს ხო ხედავთ? 6 ბაიკი ვათრიე ბეჭები ძმაო. 6 ბაიკი. პლუს მე ესენი ხო. ექვსი ბაიკის მერე 6 მუტრუკი ვათრიე ფეხებით. მაგრამ კაროჩე მაგრა გაგვისწორდა რა. ხო და იმას ვამბობდი რომ მადლობა ამ ჩემ ბოდიშით, მაგრამ სხვა არაფერი არ ქვია ძმაკაცებსაც და გალფის ძალიან დიდი მადლობა.
Tegeta Motors, რომელიც არის მოტულის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში და გვერდში გვიდგას აი ამ დეგენერატორების კეთებაში. ასე რომ გაიარეთ მეტი მოტულთან ერთად და წამოყევით შემდეგ ტურშიც. მე მგონი შემდეგი ვიდეოც ახალისო იქნება. თქვენ კი დაწერეთ კომენტარი და ამ ვიდეოს ქვეშაც გალფისგან მოიგეთ 30 ლიტრის სუპერი. წავედით ახლა შევყარეთ მანქანაში ეს მოტოები და გადავჯექით სპორტბაიკებს და წავედით თბილისამდე. აბა ბედნიერი გზა ჩვენ.